მოგესალმებით, ჩემო ფასო მეგობრებო, ეს ბერნინგ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივ და გასაგებად. დღეს ვისაუბრებთ CSS სროლებზე, მის საჭიროებასა და გამოყენებაზე, რათა შევთავაზოთ დეველოპერებს არ მომხარბლებს მდიდარი გამოცდილება. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ და გავიგოთ თუ რა არის CSS variable, ანუ CSS სროლი. CSS variable არის ეგრეთ წოდებული CSS custom property, რომელიც გამოიყენება სტილებისთვის. ალბათ ახლა შენ გაგიჩნდა შეკითხვა, რომ რა არის CSS custom property და ძალიან მარტივად გიპასუხებ. CSS custom property არის developer-ის მიერ წინასწარ განსაზღვრული და აღიარებული CSS ცვლადი, რომელიც გამოიყენება ვარ ფუნქციით. CSS ცვლადები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცვლადი პროგრამირებაში არის რაღაც მნიშვნელობის შესანახი საშუალება. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ყუთი კონტენტი, რომელსაც გააჩნია თავისი სახელი და მნიშვნელობა. CSS ცვლადები ინახება მეხსიერებაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მრავალჯერად და ვცვალოთ სურვილისამებრ, ჩვენი სურვილისამებრ დინამიურად. მოდი გადავიდეთ ახლა VS Code-ში და ვნახოთ თუ რას გულისხმობ. გავხსნათ ჩვენი VS Code-ი. აქვე გავაწეროთ უცბად HTML დოკუმენტის ბაზური სტრუქტურა და ბარემ გლობალურად გავაწეროთ CSS-იც. აქვე გამოვესწოროთ body viewport 100%-ზეც. მოდი. შევინახოთ და გადავიდეთ ვნახოთ თუ რა შედეგი გვაქვს. ხედავთ თქვენ რომ ჩვენი body გამოსწორებულია viewport 100%-ზე და არის თეთრი ფერის. მოდი ახლა შევცვალოთ ჩვენი background-ი, შევცვალოთ ფერი ჩვენ background-ს. გადავუბრუნდეთ VS Code-ში. დავუბრუნდეთ VS Code-ში და გავუწეროთ background color-ი. და იყოს მოდი red. შევინახოთ და გადავიდეთ ვნახოთ. ხედავთ თქვენ რომ ჩვენმა background-მა შეიცვალა ფერი და გახდა წითელი ფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის სტატიკური, ანუ მომხმარებელი მასთან ვერ ახდენს ინტერაქციას, ანუ არ შეუძლია მომხმარებელს შესწავლოს ფერი თავისი სურვილისამებრ. მოდი ახლა გადავიდეთ, დავუბრუნდეთ ჩვენ VS Code-ში და გავუწეროთ უკვე CSS variable-ი. აქვე მინდა გითხრათ, გირჩიოთ რომ ვინაიდან და რადგანაც CSS არის კასკადინგური ფორმატის, თუ გინდათ რომ თქვენმა CSS variable მიმოქმედოს გლობალურად, აუცილებლად უნდა გავუწეროთ ისინი root-ში. ჩვენ აქ გავუწეროთ უკვე ვაღიარეთ ცვლადი, color 1 მიუწერე უბრალოდ მეტად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახელი დაარქვათ. და აქ გავაწეროთ ახლა. კაცო, აქ ჩამოვიდეთ. გავუწეროთ ახლა ოარი ჩხილებში და ეს გადამოვიტანოთ. დავუწეროთ color 1. შევინახოთ და გადავიდეთ მოდი ვნახოთ. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ცვლადი ვაღიარეთ, ანუ CSS variable უკვე გვაქვს, არაფერი არ შეცვლილა ჩვენ გვერდზე და ისევ არის სტატიკური, ანუ მომხმარებელს ისევ არ შეუძლია, რომ ცვლილებები მოახდინოს ჩვენ გვერდზე. მოდი გადავიდეთ ახლა, დავუბრუნდეთ VS Code-ში. და გავუწეროთ ახლა ჩვენ color picker-ი. გავაკეთოთ div და div-ში ჩავსვა უბრალოდ inputs. ტექსტის მაგალითად დავუწეროთ colors
შემდეგ on input უდრის document dot document element dot style dot set property და ჩხილებში უკვე უწერთ dash color erts გამოვიდეთ ძიმე და წერთ this dot value შევინახოთ დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს VS Code-ში, უბრალოდ ჩვენს საიტზე და ხედავთ რომ გაჩნდა ერთი ცალი color picker-ი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ცვალოს ფერები მისი სურვილისამებრ. მოდით დავაყენოთ ეს ფერი. ხედავთ რომ უკვე არის დინამიური ჩვენი გვერდი და მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მასზე ინტერაქცია და ცვალოს მისი სურვილისამებრ. მოდით გადავიდეთ და დავუმატოთ ახლა კიდევ ერთი ფერი. დავუმატოთ კიდევ ერთი ფერი. დავაღიაროთ კიდევ ერთი ცვლადი. color 2 და ჩავსვათ კიდევ აქაც. ეს წავშალოთ. background. liner gradient. liner gradient-ი ვარი vector color 1 გამოვიდეთ ძიმე vector color 2 შევინახოთ დავუმატოთ აქ კიდევ ერთი color picker-ი მე უბრალოდ ამას ჩამოვაკოპირებ და შევუცვლებ მნიშვნელობას. მოდი გადავიდეთ ახლა და ვნახოთ თუ რა მოხდა. ხედავთ რომ CSS ვაღიარეთ ორი ცალი CSS variable-ი. ასევე გავუკეთეთ ორი ცალი color picker-ი და გვაქვს background gradient-ი, ანუ ორი ცალი CSS variable-ით შევქმნით CSS background gradient-ი. ასევე მომხმარებელს შეუძლია რა თქმა უნდა ცვალოს ფერები მისი სურვილისამებრ ისევ და ისევ რა თქმა უნდა და მოდი ახლა ხედავთ თქვენ რომ ხედავთ ახლა რომ არის ასე ვთქვათ ჰორიზონტალურად ფერები, ანუ ჰორიზონტალურად არის ჩვენი გრადიენტი და ვთქვათ მომხმარებელს უნდა რომ ვერტიკალურადაც იყოს ფერები განსაზღვრული, ამისთვის მოდი შევქმნათ ანგელი, ანუ კუთხე. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს VS Code-ში, შევქმნათ კიდევ ერთი ცვლადი. დავწერთ 180 degree, ანუ გრადუსს ნიშნავს. ჩავამატოთ ასევე აქვე კიდევ. ასე გაითვალისწინეთ რომ თუ გინდა რომ თქვენმა გრადუსმა ანგელმა იმოქმედოს აუცილებელი რომ გაუწეროთ background-ის, ანუ liner gradient-ში გაუწეროთ თავში, ვინაიდან ბოლოში თუ გაუწერთ, ანუ color-ების შემდეგ თუ გაუწერთ, ის ავტომატურად არ იმუშავებს. შევინახოთ, აქ დავუმატოთ ამას მძიმე, გავუწეროთ აუცილებლად. შევინახოთ და კიდევ დავუმატოთ კუთხისთვის სლაიდერი. აქ უბრალოდ ამას შევუცვლი. აქ დავუმატებთ პლუს და ასევე color-ის მაგივრად და ასევე color-ის მაგივრად გავუწერთ range. ესეც ასე გავუწერეთ უკვე ყველაფერი. მოდი გადავიდეთ და ვნახოთ თუ რა მოხდება.
ხედავთ თქვენ რომ უკვე დაემატა ჩვენი კუთხის მარეგულირებელი, არ მომხმარე შეუძლია დაკონტროლოს კუთხები, მაგრამ ხედავთ რომ 9 ბოლომდე არ მოძრაობს კუთხები, ანუ არ გადადის კუთხეები ისე როგორც ჩვენ გვინდა, მაგალითად 180 გრადუსი. ხო, ამისთვის შევცვალოთ ძალიან პატარა კოდის ნაწილი და ჩავამატოთ min 0, ანუ მინიმალური 0 და მაქსიმალური 180 გრადუსი. ასე გაითვალისწინეთ, რომ პოპულარული გრადუსები არის 45 და 135 გრადუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყენებ 180 გრადუსს. შევინახოთ. გადავიდეთ ახლა და მოდი ნახოთ რა მოხდა. ჩვენ ესე იგი, ჩვენი პატარა შეცვლილი კოდი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გრადიენტი ვამოძრაოთ ნებისმიერ მხარეს, ანუ შეგვიძლია დავაყენოთ კუთხეში, შეგვიძლია დავაყენოთ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და სრული სამი შეუძლია ცვალოს მომხმარებელმა. მომხმარებელს ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება და შესაბამისად უფრო მეტ დროს გაატარებს ჩვენს გვერდზე დამეთანხმებით. მოდი ახლა ამას უფრო გავართულოთ და დავამატოთ კიდევ ერთი CSS variable ფერი. გადავიდეთ VS Code-ში. შევქმნათ კიდევ ერთი CSS-ი. color 3 და გავაკეთოთ blue 13 ძიმე. ასე დავამატოთ background-შიც ძიმე. color 3. შევინახოთ. აქ ჩავამატოთ ახლა კიდევ ერთი CSS variable-ისთვის color picker-ი და მოდი გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. პრინციპში მოდი სანამ გადავალთ, კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ. რომ ჩვენი color picker-ები და ასევე სლაიდერი გამოსწონდეს ცენტრში. ამისთვის აუცილებელია რომ დავამატოთ აქ display flex-ი და justify content center, ასევე align items. ჯერ შევინახოთ, მოდი. მოდი ახლა გადავიდეთ და ვნახოთ თუ რა მოხდა. ხედავთ თქვენ რომ ჩვენი color picker-ები და სლაიდერი გამოვიდა ცენტრში. თუ მოგენებათ თქვენი სურვილს შეგვიძლია ჩამოიტანოთ, ამისთვის გაჩვენებთ კიდევ რა უნდა გამოვიყენოთ. ანუ თუ გინდათ მაგალითად როგორც ჰორიზონტალურად ისევე ვერტიკალურად იყოს ცენტრში გამოსწორებული. ამისთვის გვჭირდება მხოლოდ ერთი ხაზის დამატება დაგჭირდებათ, გაჩვენებთ ახლა ამას და შეგვიძლია გავუწეროთ აქვე align items ცენტრი. შევინახავთ. გადავართ და ხედავთ რომ უკვე როგორც ჰორიზონტალურზე, ისევე ვერტიკალურ ხაზზე არის გასწორებული ჩვენი color picker-ები და ასევე გრადუსის სლაიდერი. ეს რა თქმა უნდა დეველოპერისთვის, ანუ CSS variable-ების გამოყენება დეველოპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? ჩვენ ახლა ძალიან ეს რა ქვია, პატარა კოდი გქონდა, მაგრამ როდესაც უკვე მოგვიწევს დიდ კოდზე მუშაობა, აუცილებლად მოგვიწევს ძალიან ბევრი CSS variable-ების გამოყენება, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან მრავალ ადგილას და თქვათ და გვინდა შეცვლა, ხო? თქვათ დეველოპერს უნდა შეცვლა. ამისთვის არ არის საჭირო რომ ანუ კოდში ეძიო თითოეულ ხაზზე, სადაც გაწერილი. შეგვიძლია ჩავამატოთ ახვიდე და სადაც გაქვს აღიარებული CSS variable, შევცვალო შენთვის სასურველ CSS variable-ს ფერი უბრალოდ და ყველგან ავტომატურად შეიცვალა. დღეისათვის სულ ეს იყო. ასევე მინდა გითხრათ რომ ჩემი ეს კოდი იქნება ატვირთული ჩემს GitHub account-ზე, აღწერაში იქნება ლინკი, ჩემი GitHub-ის ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ჩამოქაჩოთ და გამოიყენოთ თქვენი სურვილისამებრ. მადლობა ყურადღებისთვის, არ დაიზარდეთ, გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ერთად განვითარდეთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის.